ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მათივე თქმით ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ვიდეო მტკიცებულებები გამოვიკულიათ და ცხად ნათელი იყო ის, რომ ეს მტკიცებულებები არ ასახავს რეალურად იმ ვერსიას, რასაც ბრალდების მხარე ცდილობს რომ დაადასტუროს სასამართლოს წინაშე და უფრო მეტიც შეიძლება რიგ შემთხვევაში იყოს დაცვის მხარის სასარგებლო. უფრო ზუსტად ეს ვიდეოები და როცა ვსაუბრობ ამ ვიდეოებზე ვსაუბრობ ყველა მათგანზე, რომელიც გამოკვლეულია და მათ შორის იმ ვიდეოებზე, რომელიც ჯერჯერობით არ არის გამოკვლეული და გამოვუკლებ უახლოეს ხმებზე, ჩანს რომ ეს ვიდეოები არის არასამართლო დარღვევის ან სავარაუდო დანაშაულის ამსახველი ვიდეო კადრები, არამედ არის აქციის სავარაუდოდ და ისიც უცნობია როდის, ანუ დღეც, თვეც, წელიც კი უცნობია, არის გარკვეული დემონსტრაციის ამსახველი ვიდეო გადაღებული გაურკვეველი პირის მიერ, გაურკვეველ დროსა და გაურკვეველ ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე ცდილობს ხოლმე რომ შეფუთოს ეს ვიდეოები როგორც ერთი ვიდეო, რომელიც ასახავს სამართლ დარღვევას, ეს ვიდეოები არის კომპილაცია, ნაკრები, მოჭრილი, დაჭრილი და შემდეგ უკვე ხელახლა ეგრეთ წოდებული გადაკერებული ვიდეო კადრები, მათ შორის ჩვენ გამოვიკვლიეთ ორი ცალკე აღებული დისკი სასამართლოში ცალკე წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება, რომლებიც სხვადასხვა ვიდეო კადრები არის წესით, თუმცა ამ ვიდეო კადრებში ვნახეთ, რომ კონკრეტული ეპიზოდი, ერთი და იგივე ეპიზოდი, ერთი და იგივე კუთხით, ერთი და იგივე კადრი მეორდება რამდენიმე ვიდეოში, ანუ ბრალდების მხარემ ეს ვიდეო ამოჭრა და ჩააკერა რამდენიმე სხვადასხვა ვიდეო ფაილში, იმიზით, რომ სასამართლო შეეყვანა შეცდომაში და ინტერპრეტაცია გაეკეთება, რომ აი ბევრი ვიდეოზე არის თურმე ასახული სამართლ დარღვევის ფაქტი. ამასთან ამ ვიდეოებში არ ჩანს ხშირ შემთხვევაში არც ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ და რომლებიც არიან ასახული ამ ვიდეოზე, მართალია ექსპერტიზა ჩატარებულია ზოგიერთ კადრზე, თუმცა ექსპერტიზა არ არის ჩატარებული იმ კადრთა უმეტესობაზე, რომელიც დღეს ბრალდების მხარემ გამოიკვლია და შესაბამისად შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ვითარება, როდინდელი ვითარება ან ვინ არიან ასახული მათზე. ასევე იდენტიფიცირება მომხდარი არის ექსპერტიზის მიერ ოღონდ კონკრეტული კადრის, არა მთლიანი კადრებისაგან გრძობითად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე მონტაჟის ნაწილიც ძალიან ცალსახე გახდებოდა, არამედ ვიდეონარ არის მოჭრილი ერთი კადრი, ერთი ფოტოსურათი და ეს არის სწორედ იდენტიფიკაციის წყარო. სხვა იდენტიფიცირება მუდმივი ან განგრძობითი ხასიათისა ჩვენ არ გვაქვს. ამასთან ამ ვიდეოებში არ ჩანს არათუ ის თუ ვინ არიან მოქმედი პირები ან რა ვითარებაში ან როდის არის გადაღებული ეს კადრები, არამედ არ ჩანს არც ერთი ზიანის მიყენების ფაქტი, არც ერთი პირის ან არც ერთი ქონების მიმართ, არც სახელმწიფოს და არც კერძო საკუთრების შემთხვევაში, ანუ არ ჩანს რეალურად ის, რაც არის იმ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება, რასაც ედავებიან ამ ბრალდებულებს, ეს არის მიყენებული ზიანი, ანუ დანაშაულს, რომელსაც მათ ედავებიან, უნდა ახლდეს თავს ან დაზიანება კონკრეტული პირისა ან კონკრეტული ნივთისა, რაც ამ შემთხვევაში არ გვაქვს, უფრო მეტიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მოყვანილი მოწმის სახით წინა პროცესებზე, რომლებმაც თქვეს, რომ ზოგმა მათგანმა მიიღო დაზიანება პარლამენტის უკან, ზოგმა პარლამენტის წინ, ზოგმა აბსოლუტურად სხვა ადგილას, თუმცა ერთმანეთთან არავით არის შემხებლობა არ ქონიათ ისევ როგორც ამ პოლიციელებს ამ დაზიანებების მიღების დროს, ასევე არც ბრალდებულებს, მათ შორის არც აქამდე პერიოდში და არც მას შემდეგ პერიოდში, მათ ერთმანეთს გაიცნეს დაკავების დროს. ამიტომ ვიდეოზე ჩანს მარტივად რომ ვთქვათ ის, რომ პირველი პროკურატურამ მოახდინა მტკიცებულებათა არაფალსიფიკაცია, იმიტომ რომ მას აღიარებენ, რომ ნამდვილად დაჭრილი და მიკერებული ვიდეოები არის ერთმანეთთან, ამიტომ ეს ფალსიფიკაცია ვერ იქნება, მაგრამ არის პრაქტიკულად მტკიცებულებათა აღრევა ისე, რომ შეუძლებელი გახდეს რეალურად დადგენა დროისა და ვითარებისა, როდის არის გადაღებული. პოლიციამ დამალა ვიდეოს მოპოვების, ვიდეო კადრების მოპოვების წყარო, რაც ასევე ცალკე დარღვევა არის და პროკურატურას მე ვფიქრობ ეს თავადად კარგად გააანალიზეს, როცა შეეცადნენ ამ ხარვეზის გამოსწორებას და მეორედ შეეცადნენ უკვე კანონიერი გზით ამ მტკიცებულებათა მოპოვებას. ვიდეოებზე დასტურდება, რომ ჩვენ არ გვაქვს არც ერთი შემთხვევა, როცა რაიმე ტიპის ჯგუფზე ვსაუბრობთ ვინმესთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბოლომდე ვერ დადგინეს ვინ არიან მოქმედი პირები ვიდეოებში, ცხადია, რომ მათ ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი არ გააჩნიათ. შესაბამისად, ეს იყო უბრალოდ, არ ვიცი, აუდიტორიის და ალბათ ქართული ცნობის ამორჩევილზე გათვლილი ემოციური საკვები, რომ აჩვენონ კადრები, რომლებიც პროკურატურის აზრით გამოიწვევს საზოგადოებაში აგრესიას და პროტესტს თავად ბრალდებულების მიმართ. სინამდვილეში ცხადია, ეს საქმე რჩება ისეთივე, როგორც იყო, ვიდეოების წამიერად და აი წამით წამამდე გამოსაკვლება დაცვის მხარე მზად არის, ჩვენ მზად ვართ რომ მივიღოთ, თავისი ნებისმიერი წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ დადგენილი იქნას, როდის არის ეს ვიდეოები გადაღებული და ეს არ არის დადგენილი, ვის მიერ არის გადაღებული და ეს არ არის დადგენილი, რა კანონიერ საფუძველზეა გადაღებული და ეს არ არის დადგენილი, ვინ არის ასახული მის თითოეულ წამზე
ამის დადგენასაც მივესალმებით და ესეც არ არის დადგენილი. აქვთ თუ არა ფიგურანტ პირებს რაიმე ტიპის კომუნიკაცია ერთმანეთთან იკვეთება თუ არა რაიმე ტიპის ჯგუფური მოქმედება, ესეც დასადგენი არის და არ არის დადგენილი და დიდი ეჭვი გვაქვს რომ არც დადგინდება და ამით თავს არ შეიწუხებს არც პროკურატურა და სავარაუდოდ არც სასამართლო, თუმცა ცხადია მიუხედავად იმისა რომ ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის რომ გამართლებელი განაჩენი დადგეს, ჩვენ უკვე წინა მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამოცდილებიდან, მათ შორის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გვაქვს ღრმა რწმენა და პესიმისტური მოლოდინი რომ სასამართლო ამ საქმეშიც იქნება არა დამოუკიდებელი არბიტრი, არამედ შეასრულებს იმ დაკვეთას, რომელიც მას ექნება ხელისუფლება.